მაისში დაგეგმილ თვითმმართველობის არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატებს მონაწილეობის მიღება არ შეუძლიათ. სასურველ კანდიდატს ვერც საინიციატივო ჯგუფები წარადგენენ. აღნიშნული სუფლება მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებს რჩებათ. საკითხი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ინტერფრაქციული ჯგუფის დატოვების ერთ-ერთ მთავარ მიზეზსაც წარმოადგენდა. ისინი აცხადებენ, რომ აღნიშნული ინიციატივა საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებს ეწინააღმდეგება და დისკრიმინაციულ ხასიათს ატარებს. სიახლეს ბათუმის ყოფილი არაპარტიული მერი ჯემალ ანანიძე აფასებს. მისი თქმით, აღნიშნული ნორმა თვითმმართველობის ხელმძღვანელს მეტ თავდაჯერებულობას და საკუთარი შეხედულებების გატარების საშუალებას მისცემს. მერიან გამგებელი, რომელიც იქნება ამ პარტიის გარეშე, ხშირად უფრო მეტი კრიტიკის ქვეშ მოექცევა და არ არის გამორიცხული, რომ ხშირად წამოწყებული ახალი იდეებიც კრიტიკის ქვეშ მოექცეს და დაიბლოკოს. ამიტომაც თუ ამ ეტაპზე, როცა ქვეყანაში ძერ კიდევ ბევრი სოციალური პრობლემებია, გვინდა წინ წავიდეთ, მაინც საჭიროა მიმაჩნია, რომ იყოს პოლიტიკური მხარდაჭერა, პარტიული მხარდაჭერა.